ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში პრემიერა იგეგმება. სპექტაკლის ათეორით 0 საათი ბრიტანული წარმოდგენის ქართული ვერსიაა და დადგმა გარკვეულწილად ექსპერიმენტულია თეატრის სცენისთვის. ეს იქნება თეატრისა და კინოს ერთგვარი სინთეზი. სპექტაკლის პარალელურად მიმდინარეობს კინოს პროექციაც, რაც დადგმა აბსოლუტურად სხვა განზომილებაში გადახავს. დათო აბრამიშვილის და თეა ვარსელომიძის სიუჟეტი ვნახოთ. კარგია სუფთა ჰაერზე შეიქმნა რა. მაგრამ მაინც საშინლად ბათუმის დრამატული თეატრი საპრემიერო წარმოდგენისთვის ემზადება. 0 საათი, ასე ქვია ბრიტანული კომპანიის Imitating the Dog-ის ნამუშევარს, რომლის ქართულ ვერსიაზე მუშაობაც რეჟისორმა გიორგი თავაძემ დაიწყო. Modernime სცენები გადავაჯგუფე, ძალიან გავაწვალე ინგლისელები, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ამ ასე ვთქვათ, იმის ტყვეობაში ვიყავი მულტიმედიური ქსოვილის. სადაც ხდება მოქმედება მულტიმედიურ გარემოში, უკან ფონი, რომელიც იცვლება, ის ქმნის გარემოს. დაუშვათ სად ხდება მოქმედება, ეს არის ოფისია, ეს არის გარეთ, ინტერიერი, ეს არის ბრძოლის ველი თუ რა. შესაბამისად ეს ქსოვილი დარჩა. 0 საათი არაჩვეულებრივად ახდენს ცოცხალი წარმოდგენის შერწყმას წინასწარ ჩაწერილ ფილმთან, ანიმაციასთან და კომპიუტერულ იმიჯებთან. ამ ყოველივეს მეშვეობით იქნება სამყარო, სადაც ადამიანური ურთიერთობები რომანულ და ისტორიულ ეპიცენტრშია. ბრიტანეთის საბჭოს საქართველოში და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით მოხერხდა, რომ წარმოდგენას ქართული და ბრიტანული მხარე ერთობლივად აკეთებს. მაყურებელს ეძლევა საშუალება, რომ დაინახოს სცენაზე პირდაპირ მოქმედებაში მსახიობები და იქვე ფრაგმენტებს დააკვირდეს ეკრანზე. ამ დროს ხდება როგორც უკვე ჩაწერილი კადრების ფილმის გამოყენება და ასევე ლაივში იქვე მიმდინარეობს, კამერები მუშაობს და იქვე ხდება დამონტაჟება და იქვე ეკრანზე ხდება ამ ყველაფრის პროექცია. ანუ რამოდენიმე განზომილებაში ხდება მოქმედება და თვითონ სპექტაკლი შინაარსობრივად ძალიან საინტერესოა. ფიქრობთ, რომ მაყურებელს ელის საკმაოდ სიახლე, ახალი ფორმა. უცნაური სინთეზი კინოსა და თეატრის, შეიძლება ასეც უწოდოთ, კინოთეატრში და თეატრი კინოში, სადაც გამოყენებულია როგორც აუდიო მასალა, ვიდეო მასალა. 0 საათი ეს არის სპექტაკლი, რომელიც აგებულია კინოსა და თეატრს შორის არსებულ გაომსახველობით ურთიერთობაზე, რომელიც მოგვითხრობს ერთი შეხედვით ჩახლართულ ამბავს, თუ როგორ შეიძლება პიროვნების ბედი განსაზღვროს ისტორიის რაღაც მომენტმა ან წამმა. ფაქტურად ორივე რეჟიმში ვმუშაობთ. ანუ გიწევს დრამატული ხაზის განვითარება, პლუს ფიქრობ კამერასთან ურთიერთობაზე, ამ მხრივ რაღაცა მეტ მობილიზებას მოითხოვს და მეტუნარებს, რაც ფაქტურად ახლა შევიძინეთ ჩვენ. მოქმედება მსახიობებს გამოსახულების, ანუ სცენაზე მიმდინარე ფილმის ჩარჩოებში უწევთ. შესაბამისად, მსახიობი უფრო გამოსახულებას მიჰყვება და არა საკუთარ იმპროვიზაციას. სცენის განათება, პლასტიკა, ყველაფერი სცენაზე მიმდინარე გამოსახულებასთან თანხვედრაში მოდის. საინტერესო იმდან თუ ეს არის კინო და თეატრის სინთეზი, ეს არის აბსოლუტურად სხვა მასალა, სხვა თემა, რომელიც ჩვენ ამ თემას შეიძლება ჩვენ შევხებივართ, ყოველ შემთხვევაში ჩვენი სპექტაკლები ჩვენი შემოქმედებით, მაგრამ აი ამ კონტექსტში, აი ამ სტილში, ამ ტექნიკური გადაწყვეტით და ამ ხატული გადაწყვეტით ნამდვილად არა, ამიტომ საინტერესოა, ჩემს საინტერესოა ასევე ის, რომ მსახიობები ლაპარაკობენ გერმანულ ენაზე, ინგლისურ ენაზე, რუსულად, იტალიურად და ეს კიდე მეტად უფრო მძაბს და ინტერესიას ხდის იმ სიუჟეტს და მე მგონი ყველა მაყურებლისთვის გასაგები იქნება და აღსაქმელი ადვილად ეს სპექტაკლი. დროში არეული მოგზაურობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომით იწყება და თანამედროვე სამყაროს ინფორმაციული გაომწვევებით სრულდება. ერთი კონკრეტული დრამატურგიული ხაზი წარმოდგენას არ აქვს. მსახიობები სხვადასხვა ფილმის გმირებს ემსგავსებიან, რომლებიც ამბავს კინოენით ყვებიან. იშვიათი ამბიციის და გამოგონების მქონე მრავალპლატფორმიანი თეატრის ნიჭიერი შემქმნელები. ასე ეხმაურება გარდიანი კომპანია Imitating the Dog-ის წარმოდგენას. 0 საათი ბრიტანული წარმოდგენის ქართული ვერსიაა და მისი ხილვის საშუალება ბათუმელ მაყურებელს 5, 6 და 7 თებერვალს შეეძლება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.